ჩემო ლამაზო ქართველებო, ყველას გილოცავთ ნინოობას. აი ბოდბეში რომ მოდიხართ და ნახეთ რა ლამაზი ხატი დაუმაგრებიათ აქ და აღუმართავთ წმინდა ნინოსი. დღეს არის წმინდა ნინოს შემობრძანების დღე, ნინოობა. ყველას გილოცავთ ჩემო კარგებო. ალბათ ამაზე კარგს ვერავინ მოიფიქრებდა ვერასდროს აი ამ რკინის ასე ვთქვათ ჩარჩოზე რომ დაემაგრებინა წმინდა ნინოს ხატი. შეგეწიოთ ყველას წმინდა ნინო. ეს არის ერთ-ერთი კარგი იდეა ამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რომ ეს ესე მოიფიქრა და გაიხაროს მან ვინც ეს მოიფიქრა. და წარმოიდგინეთ წმინდა ნინოს ხატი, ხო აქედან არის დამაგრებული და ეს გზა ხო ბოდბისკენ მიდის და შემდეგ აქედან უკარო დაბრუნდებით და გამოივლით და აქ ხდებათ მაცხოვრის ხატი, ჩემო კარგებო. და ნახეთ, ერთ პირ და ერთ გულ უფალო. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავლეთ ჩემგან. ეს არის ქრისტეს სიტყვები და მუდამ გულში ქონოდეთ ქრისტეს სიტყვები და აი ეს ლამაზი ყვავილებიანი დღე თქვენ ჩემო კარგებო. გისურვებთ ყველას ნინოობას, იყავით ბედნიერები, დალოცვილები, გახარებულები და შეგეწიოთ ქრისტე ღმერთი და შეგეწიოთ წმინდა ნინო. მე მივდივარ დღეს ბოდბეში რომ ჩავიდეთ ჩვენ წმინდა ნინოს წყაროში, მე და ჩემი ოჯახი. აბა ყველას გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს. გფარავდეთ ქრისტე ღმერთი.